შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინო სუარიშვილი. დილომშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მადლობა. რამდენიმე ხნის წინ ვისაუბრეთ ქორწინების საიდუმლოს შესახებ და ერთგვარი გაგრძელება გვინდა რომ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. კანონიკურ საფუძვლებზე უნდა ვისაუბროთ, უნებრივია დღესაც, თუმცა ხელისშემშლელი და გაუქმების კანონიკური საფუძველი. ეს რომ შევთავაზოთ დღეს ჩვენს მაყურებელს, რა შეიძლება გახდეს ქორწინების ხელისშემშლელი და საერთოდ გაუქმების მთავარი მიზეზი და ფაქტორი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს. თვითონ საკითხები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც შეიძლება ყურადღება გამახვილდეს და აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა იმ კანონიკური საფუძვლებისა, რაც მუდმივია ეკლესიაში და არ შეცვლილა, დროთა განმავლობაში კიდე რაღაც უქმდებოდა, რაღაცა ემატებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა ცხოვრება იცვლება, კულტურა იცვლება და შეიძლება სხვადასხვა მიზეზები კიდე გახდეს. ამიტომ მე გამოყავი რამოდენიმე ისეთი მიზეზი, თქვათ ხელისშემშლელი მიზეზებიდან, რაც თქვათ არის მარადიული ეკლესიაში და ეს თქვათ ცვლილებას არ ექვემდებარება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენ ხა წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვა წინა პირობებზე და ეს ერთგვარი გაგრძელება. რაც შეეხება ფიზიკურ მხარეს, ეს ზოგადად ესე განსაზღვრული, რაც შეიძლება ითქვას, რომ წყვილმაც უნდა გაითვალისწინოს და მოძღვარმაც და მშობლებმაც. აქ არის ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხი, რასაც ხშირად ყურადღება არ ექცევა. რაზეა ახლა აქ ლაპარაკი? აქ რა თქმა უნდა რაღაცა სხეულებრივ დეფექტებზე არ არის საუბარი, თქვა თუ წყვილს ერთმანეთში ამის პრობლემა არ აქვს, ეს ხელს არ უშლის ქორწინებას, მაგრამ ფიზიკურ ჯანმრთელობაში ერთის მხრივ იგულისხმება, თქვა როგორც ქალის მხრიდან, ისე მამაკაცის მხრიდან რაიმე ესეთი გადამდები დაავადება, რაც შეიძლება სხვისი ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის იყოს საზიანო. თუ ადამიანი ესეთი დაავადების მატარებელია, იმ პერიოდში როგორც წესი ქორწინება არ შეიძლება. ადრეულ პერიოდში ეს ბიზანტიური კანონებითაც იყო აკრძალული და სახელმწიფო კანონითაც ვერ დაქორწინდებოდა ადამიანი. დღეს მე როგორც ვიცი, სახელმწიფო ესეთი კანონი არ გაგვაჩნია ამის ამკრძალავით, სადაც ეს იქნება განსაზღვრული, მაგრამ საეკლესიო კანონიკაში ეს წესი არის დაცული. ამიტომ და რატო ეს აკრძალული, რომ ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, შეიძლება მე მიყვარს სხვა ადამიანი და მასაც უყვარ ვარ, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, რომ სხვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ეს დაფუძნებულია იმ ცნებაზე, რასაც აწერია არაკაცკლა. ანუ არაკაცკლა, რა თქმა უნდა, ერთის ხო პირდაპირ გაგება ჩადებულო განზრახყლელობა, მაგრამ ასევე უნებლიე და თუნდაც რაიმე სახის ფიზიკური ზიანის მიყენება. ელემენტალური ერთ-ერთი ეკლესიის მამა ნიკოდიმოს თაწმიდელი ამბობს, თუნდაც როცა ადამიანს ვირუსი აქვს, გადამდები და არ ერიდება საზოგადოებაში ურთიერთობას. ესეც ერთგვარი დარღვევა აი ამ ცნების, რომ სხვის ჯანმრთელობას ადამიანი არ უფრთხილდება და მით უმეტეს ხა თუ გავითვალისწინებთ ისე დაავადებას, ხა დაავადებებიც იცვლება, ამიტომ არ მინდა დაკონკრეტება რა. ზოგადად ესეთი დაავადება ის მატარებელი თუ არის ადამიანი, სანამ არ განიკურნება, თუ ეხლა ეს ქრონიკულია და ვერ იკურნება, ყოველ შემთხვევაში ეს ერთგვარად ხელისშემშლელ მიზეზად ითვლება და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. და ეხლა შეიძლება ცოტა ისეთი უხერხული თემაა, მაგრამ თუ არის თქვა მამაკაცის მხრიდან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელსაც აი რატომ ამბობ იცი ახლა დღეს ნაკლებად არის ადრე იყო რომ თქვა თუ კაც ელემენტალური თანაცხოვრების უნარი არ გააჩინა, შეიძლება თანდაყოლილი იყოს ბავშვობიდან რაღაცა. ზოგჯერ იყო რომ მორიდების გამო რომ ხალხს ეს არ გაეგო, ფორმალურად ცოლი მოყავდათ, რომ ეს გადაეფარათ. რა თქმა უნდა, ესეც სერიოზული დანაშაულია და თუ ეს გამომჟღავნდა, პირდაპირ გვეწერია კანონში, რომ ესეთი ჯვრისწერა გაუქმებას ექვემდებარება და ანულირებას, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვა ადამიანის ნაკლოვანების მსხვერპლად ასე ვთქვათ გავიღოთ და სხვისი ცხოვრება და სხვისი ბედნიერება. ასევე რაც შეეხება ხელისშემშლელ მიზეზებს, თვითონ ლიტურგიკულ საკითხებზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. ხო, აქვე შეიძლება ყურადღება გამახვილდეს ხორციელ ნათესაობაზე, ახლა ეს ძალიან ფართო თემაა. აქ ახლა პრეზენტაციის გარეშე ცოტა რთულიცა საზოგადოებას აუხსნათ, ამიტომ ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ორ კატეგორიად იყოფ, ეს არის ხორციელი ნათესაობა და ნათელმირონობით. ძალიან მოკლედ ვიტყვი, როგორც ჩამოყალიბდა საეკლესიო კანონიკაში, რომ რა თქმა უნდა, პირველ ათასწლეულში ესეც თავის განვითარების ეტაპები გაიარა, სხვადასხვა ხარისხებში და სხვადასხვა თაობებში იყო აკრძალული დროთა განმავლობაში. მაგრამ საბოლოოდ მე-11 საუკუნეებიდან საბოლოოდ ჩამოყალიბდა ეკლესიაში ესეთი ხედვა, რომ ხორციელ ნათესავებში ასე ვთქვათ, ქორწინება აკრძალულია მე-4 თაობამდე, რაც გამოდის მერვე ხარისხი, ვთქვათ, ორი ძმის შთაომავლებიდან მე-4 თაობა რო ავიღოთ პირობითად. და ნათელმირონით ნათესავებში, ოღონდ აქ საქმე ეხება
ჩემსა და ჩემი ნათურის შთამომავლებს და რა თქვა ჩემი ძმის ან ჩემი ნათურის დაძმების შთამომავლებს. ეს უკვე გამავალი ხაზია და ნათელმირონობის ნათესაობა როგორც საეკლესიო კანონიკით არ გადადის გამავალ ნათესავებს, ანუ მხოლოდ პირდაპირი ხაზი. აი აქ უკვე ჩვენი დებულებითაც აკრძალულია მხოლოდ მეოთხე ხარისხის ჩათვლით. ანუ სადღაცას მესამე თაობიდან, ასე ვთქვათ, ნათელმირონი ნათესავების შორის ქორწინება არის დაშვებული. კითხვა გაჩნდება მამულონის აუცილებლად ეს თაობები რის მიხედვით არის დანაწილებული ასე რომ ხო, ცოტა რთული საკითხია ხარისხი და თაობა როგორ იყოფა ძალიან შევეცდები მოკლედ ავხსნა ეს ჩვენი მსმენელისათვის. მაგალითად, პირველი თაობა ითვლება ჩემი შვილები. მეორე თაობა არის შვილიშვილები, მესამე თაობა შვილთა შვილები და ასე შემდეგ. ხარისხები რა არის? მაგალითად, ჩემი შვილები, ჩემთან მიმართებაში, ერთმანეთთან მიმართებაში არის როგორც პირველი თაობა. გამ ხარისხის ხრივ ნახეთ როგორ ყოველი ახალი შობა ჰორიზონტალურად არის ახალი ხარისხი. და არა, ასე ვთქვათ, უბრალოდ ვერტიკალურად. ჰორიზონტალურად არ იცვლება ხარისხები. ანუ და ძმა მაგალითად თავის შობელთან არის პირველი ხარისხის ნათესავი, იმიტომ რომ შობლისგან ერთი შობით არის დაშორებული. გამ დაძმები რადგან ესენი ჰორიზონტალურ ხაზზე არიან, ანუ მიუხედავად იმისა, რამდენი არიან, ისინი მეორე ხარისხის ნათესაობად ითვლებიან ერთმანეთთან, იმიტომ ორი სხვადასხვა დაბადებაა. და შემდეგ უკვე მათი შვილებს როგორ ხდება ყოველი თაობაში უნდა დავაწყვილოთ ხარისხი. ჩემი შვილიშვილები მეორე თაობა, მაგრამ მეოთხე ხარისხის ნათესავები გამოდიან. ანუ ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, ესენი მეოთხე ხარისხის ნათესავებია. მათი შვილები უკვე ეს არის მესამე თაობა, მაგრამ მეექვსე ხარისხი გამოდის. და აი მათი შვილები ეს უკვე მეოთხე თაობა, ეს არის საეკლესიო კანონიკით დაშვებული, ანუ მერვე ხარისხის ნათესავები გამოდიან. ესეც როგორ ეს არის დაშვება. ამ შემთხვევაში ქორწინება აკრძალული არ არის კანონი. თუმცა ახლა ეს კიდევ დამოკიდებულია ადგილობრივი ქვეყნის მენტალობაზე, ყოფაზე, ტრადიციაზე, სადაც ახლა ბევრჯერ ეს მეოთხე თაობის ნათესავებიც ერთმანეთს ნათესავს ეძახიან. რა თქმა უნდა, სავალდებულო არ არის დავაქორწინოთ და ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ თქვა თუ შეუყვარდათ და მოხდა, რაც თქვა ჩვენს ტრადიციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს უბრალოდ ეპისკოპოსმა ეკლესიამ უნდა იცოდეს, რომ გამონაკლისის დაშვება შეიძლება ანუ ტრადიციიდან გადახვევა და ეს არ უნდა აღვიქვათ კანონის დარღვევად, ან ინცესტად და სისხლის აღრევად. აი ეს ამის ღვთის გვჭირდება ამის იცოდნა. დიახ, ასეთ შემთხვევები ბუნებრივია არსებობს, ხომ? ჩვენს რეალურ ცხოვრებაში მამალონდინოს. როგორ უნდა გამოიკვლიოს ალბათ საკუთარი ნათესაობი და მათი ხაზიდან გამომდინარე უნდა გაირკვეს, ხო? რასაც შემდეგ სულიერ მოძღვარსაც დაეკითხებიან. რამდენად არის შესაძლებელი ქორწინება? კი. დღეს სხვათაშორის ახლა თანამედროვე პერიოდში ძალიან მოხშირდა ესეთი შემთხვევები. დიახ. ახლა ადრე მაინც ძალიან იცავდნენ და რამ განაპირობა, ადრე ხალხს მისვლა-მოსვლა ჰქონდა. ძალიან დიდი კომუნიკაციის ურთიერთობა და ზოგჯერ ნათესავს ისეთ ადამიანს ეძახდნენ, საერთოდ რა კავშირში იყო ვერ გაიგებდი, მაგრამ დღეს ეს კომუნიკაცია იმდენად შეზღუდული ადამიანებს შორის, რომ ბიძაშვილების დონეზეც კი ხშირად არ არის ესეთი ახლონაცნობობა. კი იციან რომ ბიძაშვილები არიან, მაგრამ თქვა კომუნიკაცია მათი შვილების დონეზე ხშირად არის, რომ შეიძლება უკვე ასწენა მოხდეს ისეთი ვერც კი გაიგონ ნათესავები არიან თუ არა. ერთის ხრივ ამანაც განაპირობა, აი ეს ხშირი შემთხვევა, რომ ზოგჯერ ესეთი ახლოთაობის, ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე ახლოთაობის ნათესავებს უყვარდებათ ერთმანეთი. ამიტომ რა თქმა უნდა, ყოველთვის საჭიროა, რომ ერთგვარად მოხდეს გამოკითხვა, ვისი შვილია, როგორ ხდება. ოღონდ აქ ერთი რამეს მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ მოგვარე ხელისშემშლელი მიზეზი არ არის. რაც ჩვენს ყოფაში არის ესეც ხელისშემშლელ მიზეზად აღქმული. საეკლესიო კანონიკა მოგვარეობას ხელისშემშლელ მიზეზად არ ცნობს. ესეც ჩვენი ტრადიციის საკითხია და არა საეკლესიო კანონი. და მე ამიტომ უნდა მიმართო კომპეტენტურ სასულიერო პირს ან ეპისკოპოსს, რომელიც თქვათ საკითხის შესწავლის შედეგად ან გასცემს ნებართვას, ან უარს იტყვის. დიახ. მაინც ესე თქვათ, ესეთი შემთხვევები ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს თითოეული წყვილის შემთხვევაში. საკმაოდ ვრცელი საკითხია ბუნებრივია კი, ამაზე ვერ ამოვწუროთ შესაუბრს. სხვა ხელისშემშლელი მიზეზებიც რომ განვიხილოთ. სხვასაც შეეხება ეს არის ერთ-ერთი საინტერესო აზრით ხშირად ხოლმე კითხვები ჩნდება, ეს არის მარხვის პერიოდში რატოა ჯვრისწერა აკრძალული. აქ ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ჯვრის კანონში, რასაც აგვიწერია, ეს არის ლაუდიკის კრების 51-52 ადგილობრივი კრების კანონები. იმ დროს იყო მხოლოდ ერთი მარხვა, ეს იყო დიდი მარხვა, ანუ აღდგომის მარხვა. რაც შეეხება პეტრე პავლოვის, მარიამ ბიშობის მარხვები, ეს გვიან პერიოდში ჩამოყალიბდა. თუმცა რა თქმა უნდა, დღეს ესეც ძალმოსილია და აღიარებულია საეკლესიო ტრადიციით. და ეს ძირითადად დიდ მარხვაზე იყო აკრძალვა. იმიტომაც, რომ დღესდღეობით ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში, მაგალითად, პეტრე პავლოვის და შობის მარხვაში ჯვრისწერები დაშვებულია. და მხოლოდ მარიამის მარხვას იცავენ, იქნა გამომდინარე, რომ ეს ქალწულის მარხვაა და რა ქალწულებასთან არის ასე ვთქვათ ასოცირებული, ამიტომ ტრადიციულად მარიამის მარხვაშიც არ წერენ ჯვარს, მაგრამ პეტრე პავლოვის და შობის მარხვაში ეს შეზღუდვა არ არის. მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხა ჩვენ ეკლესიაში ყველა მარხვაში შეზღუდვაა დაწესებული, მაგრამ რატო აკრძალული მარხვაში ჯვრისწერა?
ხშირად აქ ყურადღება მახვილდება, რომ თითქოს თანაცხოვრება არ შეიძლება ცოლქმრული, ეს სოდვა და ამიტომ აკრძალა ეკლესიამ ჯვრისწერა. რა შეეხება თანაცხოვრებას, ეს არის ინდივიდუალური, ამაზე ჩვენ კანონი არ გვაქვს. არის მამათა ცალკეული, ესე ვთქვათ, შეხედულება ამაზე და ერთგვარი რეკომენდაცია, რომ ესეც ერთგვარი ღვაწლია, თუ წყვილი ამას შეძლებს, მაგრამ არა აუცილებლობა. ცოლქმრობა არ არის ცოდვა და არც ცოლქმრული თანაცხოვრება. უბრალოდ არის ადამიანი, როცა უნდა ეზიაროს ან მოემზადოს, იქ გვაქვს მითითება, რომ ხორცილის სიწმინდითაც იყოს მომზადებული. მაგრამ რაც შეეხება მიზეს, რომ რატო აიკრძალა მარხვაში ჯვრისწერა, აქ საუბარია, რომ ეს ჯვრისწერა არის დღესასწაული, ზეიმი. დიდი მარხვა ეს არის სულიერი გლოვისათვის გამოყოფილი პერიოდი, რასაც ადამიანი თავს უძღვნის. და ჩემი პირადი ზეიმით, რო არ დავარღვიო საყოველთაო გლოვის პერიოდი, ანუ ამის იგნორი არ მოვახდინო ერთგვარი და შეურაცხყოფა. ამიტომაც აიკრძალა მარხვაში ჯვრისწერა, რომ ხა სამარხოს უფრა გააკეთო, ეს არის გლოვა და გამოდის ქორწილი უნდა დავაკნინო, რაც არასწორია. და ქორწილი გავახსნილო და ასე ვთქვათ აღვასრულო მთელი იმ ზარზეიმით, როგორც ეს ეკუთვნის, გამოდის რომ მარხვის ანუ გლოვის პერიოდი უნდა დავარღვიოთ. აი სწორედ ამ მიზეზით აიკრძალა ჯვრისწერასთან ერთად დაბადების დღის გადახდაც საზეიმო ვითარებაში. და მათ შორის ნათლობის შესრულებაც კი აი მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი საეკლესიო კანონისტი ამბობს, რომ დიდ მარხვაში ხო თუ ადამიანი არ კვდება და რამე საგანგებო შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, შაბათ-კვირის გარდა არ ამართებულია ნათლობის შესრულება. და შაბათ-კვირა მე ცოტა ხსნილად ითვლება და საზეიმო ვითარებად. ამის გამო გამონაკლისის შემთხვევები რა შეიძლება იყოს ნათლობის? ნათლობის. გამონაკლისი არის, როცა ადამიანი საგანგებო შემთხვევა რა არის საგანგებო? აი მომაკვდავი. ან ქალმა იმშობი არა ისეთი სუსტი ბავშვი, რომ შეიძლება მალევე გარდაიცვალოს ბავშვი და იქვე ნათლავ, ან შეიძლება ბავშვია თუ ზრდასრული რაღაცა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა აქვს, რომ ვერ პროგნოზირებენ ექიმები, როდის გარდაიცვლება. ანუ გადარჩება თუ არა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც ერთი დრო და არც ერთი საათი ხელი შემშლელი არ არის, რომ ასე ვთქვათ, ნათლობა მოხდეს. და აი ჯვრისწერაზე კიდე რამე და იცი ყურადღება გავამახვილო. ზოგს გონია, რომ მაინც უკვე ცოლქმარი არიან და მაშინ ამაზე კურთხევა გავცეთო. არაფერ შუაში ესენი უკვე ცოლქმარი არიან თუ დასაქორწინებლები. კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, აქ არა თუ თანაცხოვრების გამო აკრძალული, არამედ საზეიმო ვითარების გამო. და თუ ეს საზეიმო ვითარების გამო აკრძალული, ხა ცოლქმარი არიან თუ ჯერ კიდევ დასაქორწინებლები, რა მნიშვნელობა აქვს, რომ ჯვრისწერა ზეიმია. და ეს ზეიმურობა არ არის სწორი მარხვაში, როცა ეს საყოველთაო გლოვის პერიოდად არის, ასე ვთქვათ, გამოყოფილი. მამალონჯონოს, ეს მდგომარეობა ჩაგვითვლება თუ არა ცოდვად, რომელიც უნდა ვთქვათ ახსარებაში ადამიანებს. ჯვრისწერა მარხვაში? მარხვაში. ნახეთ როგორ არის. ასე ვთქვათ, აღნიშნავთ, ხო? ზეიმობთ, რაც თქვენ ახსენეთ. საეკლესიო კანონიკით ესეა, რომ მღვდელმა თუ ამას იგნორი გაუკეთა და ჯვარი დაწერა, წყვილიც და მღვდელიც ექვემდებარება საეკლესიო санкციებას. ხლა არა განკვეთას, მაგრამ სულ ელემენტალური შენიშვნას მაინც ეპისკოპოსისაგან და შეიძლება ეს წყვილი უზიარებლობითაც კი დაისაჯოს, რომ მან არ გაითვალისწინა ეს. თუმცა ვალიდურად ითვლება ეს ქორწინება, ანუ არ ითვლება გაუქმებულად. კი არის ეს ხელშემშლელი, კი, ხელშემშლელი მიზეზად კი ითვლება, მაგრამ თუნდაც მოხდეს მარხვაში ჯვრისწერა სიტყვაზე, კი შეიძლება სასჯელი დაეკისროს, გაფრთხილება მიეცეს ეპისკოპოსისაგან მღვდელს და წყვილს, მაგრამ ჯვრისწერა ძალმოსილად მაინც ითვლება. ანუ ეს არ არის მთლად ისეთი მიზეზი, რომ ამის გამო გაუქმებულად გამოცხადდეს ესეთი, ასე ვთქვათ, ქორწინება. დიახ. თუ არის რაიმე კიდევ ხელშემშლელი ფაქტორი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვახსენოთ აუცილებლად. ნუ ჩვენ უკვე თავისუფალ ნებაზე ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, ამიტომ ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ. უბრალოდ რაც მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, როცა ვსაუბრობთ თავისუფალ ნებაზე. აი ხშირად ხოლმე ესეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ ადამიანი უნდა დაქორწინდეს იმის გამო, რომ გამრავლება მოხდეს გამრავლებისთვის, ანუ შვილიერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი შედეგი, ახლა თუ ორივე ჯანმრთელია და რამე პრობლემა არ არის ცოლ-ქმარ შორის, მაგრამ მიზანი მაინც და მაინც გამრავლება არ არის, ეს არასწორი ხედვაა. რატო ამბობ ამას? ხშირად არის, რომ თუ ქალს არ უჩნდება შვილი, ან მამაკაცმა შეიძლება მამაკაცის ბრალი იყოს და ვერ გასცდეს შვილი, ოჯახი ინგრევა და ეს არასაპატიო მიზეზად ითვლება. პირველ რიგში ქალი და კაცი ქორწინდება ერთმანეთის სიყვარულის გამო და ერთმანეთისათვის. დიახ. ანუ შეიძლება უშვილო იყოს წყვილი, რა თქმა უნდა, ხა ერთგვარი განსასწრელი ოჯახზე და რაღაც ის არის, მაგრამ ეს არანაირად საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს, რომ ამის გამო ოჯახი დაინგრეს და თუნდაც თავიდანვე იცოდეს ორივემ, რომ მათ შვილი არ ეყოლება, ეს არ წარმოადგენს ქორწინებისთვის ხელშემშლელ მიზეზს, თუ მათ ერთმანეთთან ამის გამო პრობლემა არ აქვთ და საეკლესიო წესითაც ეს პრობლემად არ ითვლება. დიახ.
საეკლესიო კანონიკის მიხედვით რა როლი აქვს მეჯვარეებს ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ და არა მარტო ნათესაური კავშირზე რაც ვისაუბრეთ, მეჯვარეებს შორის ამდენად შესაძლებელია ჯვრის წერა ამის შესახებაც რომ უთხრათ მაყურებლებს, ზოგადად მეჯვარეების პასუხისმგებლობაზეც ალბათ ამ შემთხვევაში ეს ყურადღების. რა ისიც აი ნათლისგან განსხვავებით ხართ ჩვენ ნათლობაზე ვისაუბრეთ. მეჯვარე არის უბრალოდ მოწმე, რომელიც არანაირ ნათესაურ კავშირში არ შედის წყვილთან. დიახ. ეს ჩვენთან არასწორი წარმოდგენა ამაზე, რატო გონიათ რომ აპრიორი მეჯვარეს მომანათლინოს ბავშვი. შეიძლება ბავშვი მერე სამოვალოს უსხვა ადამიანს მომანათლინოთ. და ეს მოწმებით საიდან მოდის, რომ ბიზანტიურ ხანაში იყო ესეთი სამი სახის ქორწინება. ერთი სახელმწიფო კანონით რეგისტრაცია, სადაც თქვა გარკვეული გადასახადი იყო დაწესებული და მერე წყვილს გოგოს და ბის ერთმანეთში საჩუქრები უნდა გაეცვალათ, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ეს შეძლებულ ოჯახებზე, ვინც ცოტა ხელმოკლე იყო, შეიძლებოდა უბრალოდ ან საეკლესიო, ან სახელმწიფო ნოტარიუსთან მისვლა და გაფორმება ხელმოწერის. და მესამე იყო, როცა თქვა ეს სოციალურ დაბალი ფენის ქრისტიანებისათვის, რომელსაც არანაირი მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. რომ მიდიოდნენ სახელმწიფო მოხელესთან, შეიძლება ეს ნოტარიუსი ყოფილიყო ან სხვა რაიმე ესეთი ორგანოს წარმომადგენელი, სადაც ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე წყვილი ადასტურებდა მათ სურთ ცოლქმრული თანაცხოვრება, უბრალოდ სიტყვიერად. და ამაში იყო საჭირო, რომ 2 ან 3 მოწმე უნდა მieყვანათ, ვინც დაადასტურებდა მათ გადაწყვეტილებას. და აი ამ მათ ესეთი სახით ქორწინებას ეკლესიაც და სახელმწიფოც ვალიდურად აღიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოფიციალური რეგისტრაცია არ ქონოდათ. იმიტომ რომ ეს გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იქიდან ეყრება საფუძველი მოწმეების აუცილებლობას. ჩვენს რეალობაში რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ნამდვილად წყვილს ჰყავდეს მეჯვარეები? რამდენად აუცილებელია? ეხლა როგორც ვიცი, სახელმწიფო კანონით სავალდებულოს წარმოადგენს, რომ იქ მეჯვარეც ხელს აწევს. მაგრამ საეკლესიო თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ ტრადიცია ეს, რომელიც ინერსით მოდის დღემდე. ანუ საგანგებო შემთხვევაში რამე რო იყოს მეჯვარეების გარეშე შეუძლია ღვთელმა წყვილს ჯვარი დაწეროს, როცა ესენი არიან დრასრულები და ორივეს გადაწყვეტილებას ღვთელი ემდობა. დიახ. ანუ სამომავლოდ შვილის მონათვლის ხო, ყოველ შემთხვევაში ესა მეჯვარეები ერთმანეთთან საკორდ იმაში ნათესაურ ხარისხში არ შედიან. ზოგჯერ გონიათ რომ აი მეჯვარეებს შორის ქორწინებას არ შეიძლება. თამამად შეიძლება. სწორედ თუ არ მონათლავენ შეიძლება საერთოდ სულთმარი დადგეს მეჯვარეთ, არც ეს არ არის აკრძალული. დიახ. და შეიძლება ნათესავიც. მეორე და მესამე ჯვრის წერა რა შემთხვევაში შეიძლება ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ მამალონგინოს როდის უქმდება და როდის ანულირდება ჯვრის წერა მეორე და მესამე ჯვრის წერის შემთხვევაში სხვა ადამიანთან ხო ეს უკვე ქორწინების გაუქმების ფაქტობრივად მიზეზებზე გადავდივართ ყველაზე საპატიო მიზეზად პირველი ქორწინება ჩაითვალოს გაუქმებულად რის შემდეგაც ადამიანს ქალს და კაცსაც ეძლევა მეორეთან მესამედ ქორწინების უფლება ეს არის დაქვრივება ყველაზე საპატიო მიზეზი ნუ ყველაზე მძიმე შემთხვევა მაგრამ ამავე დროს ყველაზე საპატიო მიზეზი და პავლე მოციქულიც კი ამბობს რომ ქალს უქმარი გარდაეცვლება კაცოლი ის ავტომატურად თავისუფალია და მას არ ეთულება დანაშაულად რომ მომავალში სხვა ადამიანზე გათხოვდეს ან მეორე ადამიანი მოიყვანოს ცოლად. ეს მის პირად უნდა დარჩება ესე, მომდება არც ეს არ არის ასე ვთქვათ დანაშაული. უბრალოდ აქ რა არის რომ საეკლესიო კანონიკით განსაზღვრული ანუ ჯურისწერასაც უწოდებთ. უკიდურეს შემთხვევაში მესამედ ქორწინება. ანუ სამზე მეტი აღარ არის დაშვებული საეკლესიო კანონიკით. სახელმწიფო კანონით ამის ზღვარი არ გაგვაჩნია. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია წყვილმა ეს იცოდეს. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი რამე. თუნდაც წინა ცოლთან ან ქმართან ჯვარი არ ქონდეს დაწერილი, ზოგჯერ ეს გონია რომ ჯვარი არ მაქვს დაწერილი და ამიტომ პირველ ქორწინებად მიაჩნია მეორე ქმართან ან მეორე ცოლთან ქორწინება. ის ქორწინება თითულება. არ აქვს მნიშვნელობა ჯვარი ქონდა თუ არა დაწერილი. ის იყო ოჯახი, ამიტომ ის ჩვეულებრივ პირველ ქორწინებად თითულება საეკლესიო კანონიკითაც. შესაბამისად ჯვრის წერა კი არ არის გამაპირობებელი, მაინც მისი ქორწინების, არამედ თვითონ ფაქტი, იყო თუ არა ეს ადამიანი წინა ქორწინებაში. ანუ ათვლა უნდა დაიწყოს როცა ის ასე ვთქვათ იყო დაქორწინებული და არა იმ წყვილი იმ ცოლთან ან ქმრიდან ვისთანაც პირველად ჯვარი დაიწერა. კი. და აქ კიდე მეორე საპატიო მიზეზები როცა შეიძლება ადამიანი თქვა მიეცეს უფლება მეორე ქორწინებას ეს არის ურთიერთღალატის თემა. აქ მაცხვარიც კი ამბობს სახარებაში რომ ერთადერთი თქვა როცა შეიძლება ყველაზე საპატიო შეითვალოს ოლქმარ შორის ქორწინების გაუქმება ანუ გაეყარონ. ეს არის ურთიერთღალატი. ამ ხრივ თქვათ წმინდა წერილში არ არის ხობა გავლებული ქალსა და კაცს შორის. ქალსაც და კაცს ორივეზე თანაბარი უფლება დაშვებული, რომ ესეთ შემთხვევაში მათ ასე თქვათ გაიყარონ ერთმანეთს და შეიძლება ვეღარ გააგრძელონ ერთმანეთთან ცხოვრება. თუმცა ბასილი დიდი ესეთ რამეს ამბობს, ხომ ამბობს ჩვეულებიდან გამომდინარე და არა კანონით, რომ მაინც ისეა, რომ კაცები უფრო ნაკლებად პატიობენ ამას და კაცისთვის უფრო რთულია
მოღალატე ცოლთან კვლავ შეერიგდეს და გააგრძელოს ცხოვრება და აი ქალების მხრიდან თითქოს უფრო ხშირია ეს მომენტი, რომ შეიძლება თვალი დახუჭოს, აპატიოს ქმარს თუ ის გულწრფელად ნანობს და აი მოწოდებასაც აკეთებს ქალების მიმართ ვასილი დიდი, რომ თუ ქმარი ამას ნანობს და არ უნდა გაყარა ცოლთან, რომ იქნებ ქალმა შეძლოს და მას აპატიოს და დარჩეს მასთან და კატეგორიული ნუ იქნება. რაც ესეთი მოწოდება და არა კანონი. უბრალოდ ეს არის ასე თქვა გასათვალისწინებელი. ისე როგორც ალბათ მამაკაცის მიმართ, რომ პატიება ორივეს ეხება თავის ორივეს ეხება, ეს უბრალოდ ალბათ მენტალობიდან ჩვეულებიდან. თორე სიყვარზე თუ კაცად შეუძლია რომ ცოლს ღალატი აპატიოს, არც ეს არ ითვლება დანაშაულად, პირიქით ეს ერთგვარ სულგრძელებად ითვლება და საერთოდ იყო ესეთი კანონი, ეს ბიზანტიაში ხლა გამახსენდა. მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეძავს მოიყვანდა ცოლად, ეს ღირსებად ეთვლებოდა, რომ მას პატიოსანი ცხოვრება დააწყებინა. ან ესეთი მიდგომაც კი იყო, რომ გამოსტაცაა. იმიტომ რომ ხშირად მეძაობა იმ პერიოდში ქალები სოციალური დაუცველები იყვნენ პირველ 1000 წლებში. მათ არ შეეძლოთ სახელმწიფო სამსახურში მუშაობან სადმე, რომ თავისი თავი ერჩინა. ან უნდა მამა შენახა, ან ქმარს, ან უნდა სხეულით ევაჭრა. და კაცი, რომელიც იტვირთავდა მის შენახვას, ეს სათნებად ითვლებოდა. რომ ეს ქალი აცნე უზნეო ცხოვრებას. ერთადერთი აკრძალვა იყო, ვინც ხდულობას აპირებდა, მისთვის არ შეიძლებოდა ესეთი სტატუსის ქალის მოყვანა. ეს გარკვეული შეხედულებიდან გამომდინარე. მამა ლონგინოს უამრავი მიზეზი ჩამოვთვალეთ, რა შემთხვევაშია ბადართული ჯვრისწერა და რა შემთხვევაში არა. აი სხვადასხვა პერიოდის მიხედვით რომ განვიხილოთ, აი იგივე წინა საუკუნეში, დღევანდელ რეალობაში, თანამედროვე ცხოვრებაში, რა პრობლემების წინაშე დგანან სინამდვილეში წყვილები, რა პრობლემებით მოდიან ეკლესიაში, რომლის გადაწყვეტასაც ითხოვენ სულიერი მოძღვრებისგან. მოდი აი მე ეს მაგ ყურადღება გამახვილებული, რაც საეკლესიო კანონებში ადრე არასაპატიო მიზეზად ითვლებოდა და დღეს ეკლესიამ ესეთ საპატიო მიზეზებში მიიღო. აი მაგალითად ფიზიკური ძალადობა. ეხლა გვაქვს ერთი ესეთი საინტერესო კანონი ბასილი დიდის მე-9 კანონი. სადაც ნუ საუბარია რომ ქალმა არ შეიძლება ქმარი მიატოვოს და სხვა კაცზე გათხოვდეს და ასე შემდეგ და რომც ფიზიკურად ძალადობდეს თავისი ქმარიო, ანუ სცემდეს ესე რომ ვთქვათ. უმჯობესია ქალმა ეს უფრო მოითმინოს ვიდრე ეგრევე გაშორდესო. ხა ცოტა ესეთი კანონია. და სამწუხაროდ ბევრი ამაზე პედალირებს ეკლესიაში და თვლიან რომ ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ქალი უნდა ოჯახიდან წავიდეს. ეხლა რა არის იცით, ეხლა ცალკეული შემთხვევა ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი ხდება. დიახ. და როგორც ღალატზე თქვი რომ შეუძლია თუ პატიება შეუძლია აპატიოს, ესეც შეიძლება რაღაცა შემთხვევა მოხდეს. გამაქვთ ეხლა პერმანენტული იმასთან გვაქვს საქმე და ვას პათოლოგიასთან. აქ პირიქით არ შეიძლება გვდელი კატეგორიული იყო და თქვა რომ მოითმინე და არა უშავს, იმიტომ ჩვენ არ ვიცი შეიძლება მკვლელობამდე მივიდეს ეს საქმე და მე მღვდელი რით აგებ პასუხს თუ აქამდე მივიდა საქმე. ან არის შემთხვევა ზოგი ამბობს რომ აი შვილების გამო და ოჯახი არ დავანგრიე და იცით რა არის ახლა მე სულ და პრაქტიკული იმიდან გამომდინარე ვამბობ ამას. რომ ბავშვებისთვის რა არის ზოგჯერ უკეთესი, რომ ის ტრავმა რო თქვა დედმამა გაიყაროს და ეს გადაიტანოს თუ ის რომ მუდმივ სტრესის ქვეშ გაიზარდოს ოჯახში. ამიტომ აქ ესეთი კატეგორიული მიდგომა არასწორია და ამიტომაც ეკლესიამ საპატიო ჩათვალოთ ეს არის პერმანენტული და გამოსწორებელი სიტუაცია და მათი შორის ეს დაპირისპირება და სიძულვილი მოუგვარებელი რჩება, ამისათვის უმჯობესია, თუნდაც ბავშვების გამო და თუნდაც იმ წყვილის გამო რაღაც კიდე უარესი არ მოხდეს. რომ ცალ-ცალკე გააგრძელონ მათ ცხოვრება. არის ასევე ფსიქოლოგიური ძალადობაც, მაგრამ შეიძლება ხშირ შემთხვევაში ფიზიკურზე უარესიც იყოს, ასე ვთქვათ. სხვათა შორის ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ფსიქოლოგიურად დამონებულები ყავთ. დიახ. სხვათა შორის არა მარტო მამაკაცის, ნუ შეიძლება ხშირია მამაკაცის მხრიდან, ქალების მხრიდანაც არის ესეთი. დიახ. როცა არასათანადო პატივისცემა გააჩნია კაცის მიმართ, მამაკაცის მიმართ ოჯახში. და აი მე მინახე მამაკაცი, რომელიც არის დათრგუნული და ერთადერთი შემომტანის სახში ფულის შემომტანის ფუნქცია აქვს დაკისრებული და მას პატივს არავინ არ სცემს. ელემენტარული არც საჭმელს დაახვედრებენ, არც ტანსაცმელს გაურიცხავენ არაფერს. მარტო ეს აზრს დაეკითხებიან. რა თქმა უნდა, და ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ითქვას რაღაც ფიზიკურ ძალადობაზე უფრო უარესიც კი არის. და ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ადამიანი ახლა ცოტა ხანში აზრზე მოხვალ და გააგრძელებს ცხოვრებას. ფსიქოლოგიური ტრავმა არის ისეთი, რის შემდეგაც შეიძლება ადამიანს წლები დასჭირდეს რეაბილიტაციისათვის და ახლა მე მრევლში მწყავს ესეთი ქალები, ქალბატონები, ვინც ახლა წამლებზე ზის წლებია და ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება დრო და დრო და გარდა ისა რომ მოძღვართანაც მოდის აღსარებას ამბობს და ეზიარება. ამიტომ კიდევ ვხდელი არ შეიძლება ესეც საკითხი იყოს ასე ვთქვათ კატეგორიული. და აი ეს ფიზიკის და არის კიდევ ესე ვთქვათ მკვლელობის ცდელობა და ან უზნეობისკენ ბიძგი. მკვლელობის ცდელობაში რა იგულისხმება? როგორც პირდაპირ გაგებთ, შეიძლება დაგეგმოს ცოლმა ქმარმა ვინმე მკვლელობა, შეიძლება ანგარებით ან რაღაცით.
და მეორე ეს არის უკვე როცა თქვათ შეიძლება აი ჯადოს რო ეძახიან ასაწამლოს უყრისო აი საყვარელთან არ იყოს რაღაც ეს სერიოზული დანაშაულია. ისე რომ მიზეზები ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ რომ ურთიერთმოფრთხილება და სიყვარული არის მთავარი იმისათვის რომ ქორწინება იყოს ლეგიტიმური ღმერთის წინაშეც და კანონის წინაშეც და ნამდვილად შემდგარი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აურის ჩვენთან მობრძანებისთვის მამალონტინოს დაგემშვიდობებით. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინო სუარიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.